მოგესალმებით მეთევზეებო, მოკლედ ჩამოვედით საამურის ტბაზე, მეორე ტურია ეროვნული ჩემპიონატის. ძალიან კარგი ამინდია, კარგად ცხელა. რაც ყველაზე მეტად ყველას გაგვიხარდა ის არის, რომ კოღო არ არის, არც ერთი ცალი არ შეგვხედრია ალბათ. რამ გამოიწვია, არ ვიცით, სიცხის ბრალია, მაგრამ რო ცხელა გაშრა ჭალები და ძალიან კომფორტული რეჟიმში მიდის მუშაობა. ჩვენ შევხვდა სუბოლო მეცხრე სექტორი, ეგრეთ წოდებული კრაი, კუთხის სექტორი გვაქვს. ჩაბმები არა გვაქვს, საკმაოდ შორს დავამარკერეთ, ასე ვთქვათ და სუფთა აფსკერი არ არის ეგრეთ წოდებული ზაცეპები. ესე იგი, ჩვენი პირველი თევზიც. ძალიან მაგარი თევზია სურა. აჰა, დათო ამბობს ამური არისო და იმედია ამურია. ნახე ბიჭო, ნახე. ესე იგი, საცეპებისკენ წავიდა იქითკენ. აიჭედა? არა, მოდის. ამურია. ამურია. არის ამური. ჯადო მოგვეხსნა. ვაიმე რამხელა, ვაიმე რამხელა, ჩემი კაი. ნახეთ რამხელა ამურია. აი ესეთი ამური დავიჭირეთ. ეს იქნება 12-მდე იქნება წესით. 14 და 400. არა. 11 და 44. ვერ არის რეკორდი. 54. მუცელი დიდი ახლა მოკლეა. სანამ გვაქვს დრო, ბარემ სვიმსაც დაგათვალიერებინებთ, აი ეს მოვეწყეთ. ნუ, საამურზე მოგეხსენებათ ძალიან ვიწრო სექტორებია ხოლმე. შესაბამისად, ანკეცები აქვს, სოლარი აქვს, დაყიფსვას უკვე ვახდენთ ამ წერტილში. აქ უკვე გუნდურად აქეთ შემისაძინებელი დათომ გაიტანა ყველაფერი გარეთ ძალიან ცხელოდა და ძალიან მაგარი რამე ეს წინა ვიდეოებიდან გექნებათ ნანახი თუმცა აი ამას სამ owning-ს არ ვიცი ქართულად როგორ არის დაუმატეთ აი ეს ხარიც ეს არის დაგრძელება, ანუ დაგრძელდა, აქეთ გამოვიდა და უფრო მეტი ჭრილი გვაქვს, მაგრამ ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც კედელიც, ანუ ფეხებს რო სახსნი, კედლად კეთდება და ქარში და წვიმაშიც კომფორტულია. მთელი დღე ისე ძალიან ცხელოდა, რომ აი აქ გავატარეთ, იმიტომ კარავში იყო რამის 40 გრადუსი სიცხე. დათოს აი აქ ეძინა და ნუ სკამებზე ვიყავით. არის წერტილში რატომ გონია რომ ისევ ამურია ზურა? ნახოთ. მოკლედ ძალიან მაგარი ჩარტყმები არის. ეს არის მეხუთე ჩარტყმა არის. ორი თევზი მართალია გაგვექცა. გაგვექცა რა, ანუ წამოყვანისას ასე ვთქვათ, უბრალოდ გაიძრო. მაგრამ ძალიან კაი ჩარტყმა იყო. როგორც დათო ამბობს, დიდი შანსია რომ იყოს ამური. ბორი იბრძოდა. მებრძოლი თევზი ყავს საამურის წელს ძალიან. შვენიერია. ძალიან კაი ზომა. ამასობაში კიდევ ერთი ჩარტყმა, საღამოს 8 საათი მოვიდა. ძალიან კარგად დავკვებეთ და დაკვების შემდეგ ორი თევზი დავიჭირეთ. კი, ორი თევზი დავიჭირეთ და ეხლა გვაქვს მესამე ჩარტყმა. ეს რომელი ახლო წერტილია თუ შორი? შორი.
ჯერჯერობით შორი წერტილი ძალიან კარგად მუშაობს. ეხლა ჩვენ დურბინით ვაკვირდებოდით. გუნდებს აუცილებელი არის ხოლმე რომ ტურნირზე რო დურბინით უყუროთ ის რაღაც საჭიროა და მოკლედ წესით პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ. 155 მეტრამდე დავამარკერეთ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ თევზს ვაუბრთ. ძირითადად თევზს ვიჭერთ 115 მეტრიდან 127 მეტრის დიაპაზონში იჭრება ძირითადად თევზი. ჯერჯერობით ახლო წერტილი ნაკლებად მუშაობს, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ამუშავდება რა, იმიტომ რომ წინა ტურნირზე პირიქით სულ ახლო წერტილმა იმუშავა ძირითადად. ეხლა დაიდო პროტოკოლები მოკლედ და მეორე ადგილზე ვართ, 2 ქულით ვისწრებს პირველ ადგილზე ვყოფი, მაგრამ ისეთი თევზი დაჯდა, რომ იმედია, რომ პირველზე გადავალ. მოკლედ, დაცე პირველ მქონია, მაინც და მაინც ეხლა შევიდა დაცე. დავწუხავთ დავკარგეს თევზი. იგი კაი ჩარტმა იყო აგრესიული და დიდი იმედი გვაქვს რომ წინა თევზი რომ დავკარგეთ ამას მაინც არ დავკარგავთ მაგრამ ძალიან სულკათ მოდის სტანდარტული კობრი ჩვენთვის არის. შორი დისტანცია ძალიან აქტიურობს. ახლოში 1 ან 2 თევზი დავიჭირეთ მხოლოდ და მხოლოდ. ეხლა ვფიქრობთ, რომ კიდე 1 ან კესით ხوار დავამატოთ შორ დისტანციას, მაგრამ ნახოთ, აი ჯერ მაინც პირველი დღეა და არ ვიჩქარებთ გააწყვეტილების მიღებას. შემოიქრე ჩოთი კაფეზე. აი ყოთილი საწვანოები. მეორე ადგილას ვართ პროტოკოლით. თუმცა აწვანოების შემდეგ როგორც გავიგეთ იქით სექტორში დაიჭირეს დიდი ამურები და რიგარეში აწვანა მოხდა კიდევ. და ჩვენს დავამატეთ ერთი ამური სადაც ნახევარ საათი. რაც შეეხება ღამეს, ძალიან აქტიური ღამე გქონდა, მოკლედ მთელი ღამე ფაქტიურად აღვძინებია. ნახევარ საათში ერთხელ ჩარტყმები იყო. 10 თევზი იყო აწონვადი, 1.7-8 თევზი მაგალითად არაჩათვლადი, 1.3 გაიძრო და ყველაზე გულსატკენი რაც იყო ძალიან დიდი ამური, აი აგერ მოყვანილი პლატფორმასთან გაგვექცა, სადავე გაწყვიტა. ძალიან დიდი ამური იყო, ეგ რო გამოგვეყვანა, მოკლედ ძალიან მაგარი იქნებოდა. სხვადასხვა ტიპის მონტაჟებს ვაკეთებთ. იმიტომ რომ დავიწყებთ ბოილით და სიმინდით, მაგრამ მუშაობაში გამოიკვეთა, რომ აი ესეთი ქუდები, განსაკუთრებით ყვითელი ფერის ქუდები, ძალიან კარგად მუშაობს. ანუ აი ხა საჩვენებლად რომ განახოთ
აი რატომღაც დღეს უშინ ღამიდან პრინციპში აი ამან დაიწყო ძალიან კარგად მუშაობა. აი ესე მარტივად კეთდება მეგობრებო. აი ესე აი ამ მონტაჟმა დაიწყო უბრალოდ ყველაზე შედეგიანი იყო ჩვენი გუნდისთვის გუშინ ღამეს. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველ ტურში ეს საერთოდ არც დაგვიყენებია, არც გვიმუშავებია რა. წითელი ხუთით მუშაობდა ვარდისფერით. ანუ ამით რისი თქმა მინდა რა. მაინც და მაინც ნუ ჩაიციკლებით ხოლმე სატყუარაზე რა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აი რაღაც ხო, არიქა და ეგ წვეთს ბეთს არ არის. თევზი თუ შემოვიდა, მეტნაკლებად ყველაფერს აიღებს. კი ბატონო. თუმცა, როდესაც პასიური ჭერაა, შესაძლოა იქ უფრო დაჭირდეს რაღაცა განსაკუთრებული მონტაჟის გაკეთება. რა კარგი ამური დავიჭიეთ მეგობრებო. წონა არის 12.97. რა თქმა უნდა ამ დაჭერილ თევსაც გაუშვებთ უნებლად. აი ნახეთ. ტორპედოა ბიჭო რა. იცაბა, ეთქე კიდევ. აი ვერ ვატრიალებ გოჭივით არის. ეს არის კარავში ტემპერატურა 33 გრადუსი არის კარავში 4 საათი არის შუადღე არის პაპანაკება სიცხეა დათოს გარეთ ძინავს ეს ძალიან მაგარი რამეა მოკლედ ექსტრემალურად ცხელა ესე იგი წამოვიღეთ 24 ლიტრი წყალი, მაგრამ ზოგადად 18 ლიტრი ყოფნის ხოლმე, მაგრამ ვიცოდი რომ ძალიან დიდი სიცხე იქნებოდა. წამოვიღე 24, მაგრამ ჯერ ტურნირის ნახევარიც არის გასული და თითქმის უკვე ვითავდება წყლებიც კი. მაგრამ ეს არის მეგობრებო კარფიშინგი. ვინმეს თუ გონია რომ ტურნირებზე გამოსვლა ეს იგივეა, რაც ჩვეულებრივი თევზაობა, ეს არ არის, ანუ გამოცდილებით გეტყვით, რომ ანუ ტურნირებში გამოსვლა და რაღაცა სპორტული კარფიშინგი ეს მაინც და მაინც გართობას არ ნიშნავს. ძალიან ექსტრემალური სიტუაციებია ხოლმე. ძალიან ბევრი ჩაწყვეტებია ტბაზე, კოღოები, ყველაფერი. მოკლედ სპორტია, ჩვეულებრივი სპორტია. ასე რომ ვინც ფიქრობს, რომ სურს ტურნირებში მიიღოს მონაწილეობა, კარგად უნდა დაფიქრდეს, იმიტომ რომ ჩვეულებრივი თევზაობისგან ეს ძალიან განსხვავდება რა. აქ შეიძლება ისეთი სიამოვნება ვერ მიიღოთ, ადრენალინი იქნება, მაგრამ აი ეს ჟარგონზე ვიტყვი თევზაობის кайფი შეიძლება ვერ მიიღოთ რა. როგორცაც ერთდღიან სესიებზე, ან უბრალოდ საალაფო გასვლებზე რა. ეს არის სპორტი, სადაც ნერვები საჭიროა, გამძლეობა, ამტანობა, მოკლედ ყველაფერს ერთობლიობაა საჭირო შედეგის მისაღებად. ბოლო პროტოკოლებით კარგი ამბები გვაქვს. ვართ პირველ ადგილზე. აი ესე ვიყენებ ჩემი ვრანგლერის სამზარეულოს. კარავში ფიზიკურად ვერ გავჩერდები. გვეგონა რომ ძალიან დიდი თევზი დავიჭირეთ, მაგრა გვაწვავა, მაგრამ ლოქო, რომელსაც ვერ ვიტანთ. გვეზისხება ლოქო, ნახეთ რა ხელა პირია. კაი დიდია, რამდენი 10 კილომდე იქნება? 7-8 მაინც. კნელა ჩაუში. აჰა. წავიდა. ესე კრიტიკული პერიოდია, ეხა 1 საათნახევარი მინი შემოსევა ახლა კოღოების. სადღაც 9 საათამდე რა დავით? კი. ცოტა რომ აგრილდება, ნესტი წამოვა ნისლი, მერე ვეღარ ჩერდებიან უკვე და გადიან. ძალიან კარგი ტემპი გვაქვს. ვართ პირველ ადგილზე, ეხლა დაიდო პროტოკოლები და 50 კილოთი ვართ პირველ ადგილზე, რაც ძალიან მაგარია.
და ნახოთ. აი ახლა მორიგი ჩარტყმა არის და გამოვიყვანთ თუ არა თევს. ორივე დისტანცია მუშაობს. ამ ეტაპზე ჩვენ ვართ 1 წერტილი გვაქვს 115 მეტრზე გაკეთებული. მეორე წერტილი გვაქვს 65 მეტრზე. და ორივე დისტანცია მუშაობს. ჯერჯერობით რო გითხრათ რომ რაღაცა გამორჩილულად ღამით მუშაობს, ღამე არის 1 წერტილი აქტიური დღე მეორე თქო ვერ გეტყვით. სტანდარტულად ლამაზად მიყვება დინამიკა. მომცო ზომის კობრი. კარგია რომ ამურები აქტიურობენ. აი ზომის ამურების დავიჭიეთ და ეს კობრიც. რაც შეეხება ღამე იყო არც თუ ისე აქტიური და სიმართლე გითხრა უფრო აქტიურს ველოდით. წინა ღამე ბევრად აქტიური იყო პირველი ღამე. ესე იგი მოგვიწია ცოტა დასვენება, იმიტომ რომ ძალიან ჩვენ თავებსაც შეგვიძლია ნაწილობრივ დავაბრალოთ, იმიტომ რომ რამდენიმე საათიანი ის იყო. ხო, რო ენერგია აღვედგინა ძალები, თორე მე დღე ფიზიკურად ვერ ისვენებ, ვერ იძინებ, ძალიან ცხელა, კარავში ვერ შედიხარ. აქტიური ჩარტყმებიც არის და ვერ ასწრებ ფიზიკურად დასვენებას. ესე იგი ტურნირის დასრულებამდე დარჩა 22 საათი იყო აწონვები და მიუხედავად იმისა რომ რაოდენობაში თითქმის ერთნაირად დავიჭიეთ ჩვენ და ქართველი შვილის გუნდმა წონები ძალიან ამოგვიქაჩა და თუ 45 კილოთი ვიგებდით გუშინ საღამოს ეხა უკვე სხვაობა 8 კილომდეა ძალიან სასაცილოდ კი გამოვიყურებით მაგრამ გავქნათ ყოღოების შემოტევა ახობე საღამოობით ხელებზეც კი იკმინებიან და ესე მეფუტკრის ეკიპირება გვაქვს 2 საათი უნდა გავიჭიროთ ხოლმე რა 2 საათში გადიან მერე და უკვე ეს 2 საათი ესეა ხოლმე მოკლედ რა ახალგაზრდები არ წავიდნენ ყოუმით დაბლა ძლივს გავაჩერე. ხოდი აკოლა არის. მოკლედ ძალიან მაგარი ჩარტყმა იყო, ნახოთ ახლა იმედი ან ლოქო ან ჭანარი არ არის და კარგი კობრია, ნუ ამურს ესეთი აგრესიული ჩარტყმები არ შეუვია და იმედია კარგი კობრია. Yes. Ne pekala bitti. Allah yamazi kobru. Sağ ol. Eşeki magari kobriya. ხება ფარფლები ეგ შეხედე. სარკესები თან. ეხლა იყო აწონვები ტურნირის დასრულებამდე დარჩენილი 12 საათი ზუსტად
და ბოლო მონაცემებით 41 კილოთი ვიგებთ. აი აქ საყარაულო სივრცეა. მოკლედ გადავწყვიტეთ რომ სკამებზე თუ წაძინება სკამებზე დავზეთ და ისე დავიძინოთ, იმიტომ რომ ბევრად მარტივად ვხიზლდებით ხოლმე, ვიდრე ლოგინიდან წამოდგომა ხდება ხოლმე. ასე რომ 12 საათი დარჩა. წინ კიდევ ბევრი თევზია დასაჭერი. 200 კილოს გავსდით უკვე 200 კილოზე მეტი და 201 კილო ყავს დაჭერილი ჯერჯერობით. როგორც გითხარით დათო აქ მოწყობილი ლოგინი გამოქცევა აღარ უწევს ხოლმე 2 წამში მოკლედ როსპოტთან არის რა ესაა მეგობრებო თუ გინდა რომ გაიმარჯვო ტურნირზე საკუთარი თავი უნდა გადადო რა სხვანაირად არ გამოდის იმიტომ რომ ძალიან ძლიერი გუნდები არიან ამხელა ამური ცხოვრებაში არ მინახია ბიჭო რამხელა აკო შეგზნებები აუ რაღაც გიჟობა მეგობრებო აი წარმოგიდგენთ თლიანად ავსებს მატს რა ძლივს ჩავსვით ძლივს თავიდან მეგონა არაჩათვლადი უკან დააგდო სვინგერი ვერავიქვი რა ისე იოლად მოვიდა ძალიან მაგარია აქ რეები აკეთა კავერები აკეთა მაგარია ნახეთ რა მხელა მონსტრია ორ შესანახში ჩავსვით და ეგრევე საჯი გამოვიძახეთ იმიტომ რომ ამ ხელა თევზის მთელი ღამით გაჩერება არ გამოვა მაგრამ იმდენად ძიმბია რომ ერთ შესანახს არ ვენდეთ ორში ჩავსვით აკოლ რას ფიქრობ რამდენი იქნება მე ვამბობ ეს არის 15 პლუსი 14 აკოლ ამბობს 14 და გამოსდი რიმ საჯირას გვეტყვის აი გაუხსნათ დახედოს არ არის ეს ხა 15 არა მგონი ეს ალბათ იქნება 14-მდე 14 13 800 მაქსიმუმ 13 12-97 ავწონეთ და გაუშვათ აუცილებლად რომ შემდეგ დაჭერაზე იყოს 15 17 18 და ასე შემდეგ ოპა არ გამოვიდა ჩვენი პირადი რეკორდი თუმცა დავიდა შეგეც ძალიან დიდი იყო აი როგორ ეტყობა რა გუნდების დონე იწევს რა როგორი მუშაობაა გამალებული ბოლო ღამეა და კობრა არ ჩერდება ანკესები არ ჩერდება მიდის ძალიან მაგარი მუშაობა კარგია საქართველოში კაფეში რომ ესე ვითარდება ძალიან მაგარია ოპა აი ხო ხედავთ მეგობრებო მანამდე თუ 2 წამნახევარში იყო ხომ ეკოცა ახლა წამნახევარში აქ არის ამურს აქ ესეთი ჩვევა რა სანამ მოიყვან გონია რომ პატარაა ძალიან ისე მოგდებს და მე აქ ჩოგამბადესთან იგიჟებს თავს
6-ის ნახევარი. დათომ გვირუოთ იბრძოლა მთელი ღამე. ეხა შევიჯერი. ჩვენ და მოვოდნოთ ძალიან ბევრი კოღო გამოვიდა. თითქოს წინა ორი დღე დილით არ იყო ხოლმე კოღო. რა ვქნათ, ეს გამოვეწყვეთ ტრადიციულ მეფუტკრის სამოსში. მეგობრებო, ეს არის გიჟი. ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. გილოცავთ ილიას გამარჯვებას. ძალიან მაგარია ილია, ძალიან მაგარია, მაგრამ გაგვახარა. დავიწყეთ ჩაბარგება და ამ დროს უძლიერესი ჩარტყმა და აი ულამაზესი კობრი. კობრების კობრი. დაძმაკაცდები ისე. ესე იგი, დიდი ხა იწყება აწონები 2 საათი დარჩა და დიდი ალბათობით პირველზე ვართ. აი აწონებს რომ მორჩებით, მე უფრო გვეცოდინა, მანამდე ხო 9 კილომდე კობრი მეგობრებო. ძალიან მაგრად იბრძოლა. გაუშვათ. შეხვედრა დაასრულდა მეორე ტური საქართველოს ჩემპიონატის. გავედით პირველ ადგილზე, დავიჭირეთ 57 თევზი. 255 კილოგრამის ფარგლებში იყო, დაახლოებით 60 კილოთი გავასწარეთ მეორე ადგილს, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე ჩვენ საამურზე მეოთხე ტურნირს ვატარებთ ზოგადად ჩვენი გუნდი საამურზე და 4-ვე ჯერ საპრიზო სამეულში მოვხვდით, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საამურს არ ვტოვებთ საპრიზოების გარეშე, მაგრამ უფრო მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ორი ტურის თავზე საქართველოს ჩემპიონატს ვლიდერობთ ვართ პირველ ადგილზე. წინ გვაქვს 2 ტური დარჩენილი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ასეთი შედეგების დადებას. მანამდე თხოვნა იქნება, რომ გამოიწეროთ და ავაიქოთ ჩვენი არხი. ძალიან დაგვეხმარება. მოკლედ დავამატებ მეც იმას, რომ ძალიან მაგარი დაძაბული ტური იყო, თავიდან ვერ ვლიდერობდით, მე სტაბილურად მივყევით ჭერას, მაგარი ჩარტყმები გქონდა, კარგი სექტორი იყო, ძალიან კარგი ტბაა, თუ ცოტა ალღო საართმევ, მიდგომები აქვს თავისი. საერთო ჯამში შეგვიძლია ვთქვა, რომ სამეულში სტაბილურად ვართ, გარანტირებული პირველი ადგილი გვიჭირავს. მოკლედ შევხვდებით შემდეგ ტურში კოდისწყაროს ტბაზე. აბა, გამოიწერეთ ჩვენი არხი.